მოგესალმებით ფსიქოლოგია ტაროს არხზე და დღეს გვექნება გაშლა სიყვარული, რომელიც შეცვლის ყველაფერს, ხო? რაც კონკრეტულად სასიყვარულო გაშლა დიდი ხანია რაც არ მქონია, არ გამიკეთებია და გადავწყვიტე, რომ დღეს ასეთი გაშლა გავაკეთო ჩემს გამომწერებისთვის. ასე რომ ჩემი გამომწერებისთვის, ასე რომ იმედია დაგაინტერესებთ, მიიღებთ საინტერესო ინფორმაციას და თან გაერთობით. ხო, ვინც ახალია და პირველად უყურებს ჩემს გაშლებს, არ დაგავიწყდა და ზოგადად ვინც ახალი არა იმანაც, მაგრამ იმან უფრო იცის, მაგრამ მაინც არ დაგავიწყდეთ, რომ ეს არის საჯარო გაშლა, ხო, ესეთი ზოგადი გაშლა, სადაც ჩვენ შეგვიძლია რაღაც ინფორმაცია ამოვკრიბოთ, კი, მივიღოთ რაღაც მინიშნებები, თუმცა არ დაგვაიწყდეს, რომ მაინც ეს არის საჯარო და ზოგადი ინფორმაცია, ხო, რაღაც უფრო მეტად ზუსტი ინფორმაცია რო იყოს და მხოლოდ ჩვენ გვეხებოდეს, ამისთვის უკვე ინდივიდუალურად საჭიროა ტაროს გაშლა და აქ ვისაც ექნება სურვილი ჩემი კონტაქტები მითითებული ამ ვიდეოს ქვემოთ და შეგიძლიათ ჩაეწეროთ წინასწარ ჩემთან ინდივიდუალურ ტარო სესიაზე. ხო, ამიტომ დავიწყოთ, ესე იგი სამი პოზიცია გვექნება დღეს, აქ იქნება სამი სხვადასხვა დასტა და პლუს ესეთი სამი ნივთი, ხო? ვისაც სურს შეუძლია ნივთებით აირჩიოს, ვისაც სურს შეუძლია კარტით. ხო, დავალაგებთ მას. აქ რო ჩანდეს. ესე იგი პირველი პოზიცია, მეორე პოზიცია, ასეთი ნიშარა, ძალიან ლამაზი. მესამე პოზიცია, კვარცი, ვერტისფერი, ხო? ეს ნივთები, ეს დასტა, პირველი პოზიციის დასტა, მეორე პოზიცია და მესამე პოზიცია. ვისაც სურს შეუძლია აირჩიოს დასტა, ვისაც სურს შეუძლია აირჩიოს ეს ნივთები, ხო? ვის როგორ გირჩევლიათ ისე აირჩიეთ, მოусმინეთ თქვენს ინტუიციას და რომლისკენაც რაღაც მიგიწვდით გული თვალი, აირჩიეთ ის. შეგიძლიათ სამივე პოზიციას მოусმინოთ და სამივე პოზიციიდან რაღაც ინფორმაციები ამოკრებოთ თქვენთვის, ხო? აქ რაღაც კანონი ამასთან დაკავშირებით არ არის. ვისაც უფრო მეტი დრო სჭირდება, დააპაუზეთ ვიდეო, მიეცეთ საკუთარ თავს შესაძლებლობა და საშუალება რომ უფრო რაღაც ისე აირჩიოთ, ხოლო ვისაც დრო არ სჭირდება, მე დავიწყებ. ეს გავწიოთ ახლა ჩვენ. ასე გავწიოთ და დავიწყოთ პირველ პოზიციით, ხო? ეს იქნება ჩემი დამხმარე დასტა. ეს ამ დასტას გამოვიყენებთ დამხმარედ და ორაკულის მაგურად იქნება ჩემი საყვარელი ორაკულია პრინციპში პრიზმ ორაკულ, სადაც არის რაღაც მინიშნებები რჩევის სახით. კარგი, დავიწყოთ, ესე იგი სიყვარული, რომელიც შეცვლის ყველაფერს, აი ასე ქვია ამ დღევანდელ გაშლას, აბა ნახოთ პირველ პოზიციასთან, ხო? ისევ არ შემიდგენია კონკრეტულად გაშლა, უკვე მესამე თუ მეოთხე გაშლა, სადაც უბრალოდ სპონტანურად რაღაც იდეა მოვიფიქრე, დასახელება გაშლის მოვიფიქრე და უკვე პროცესში ვადგენ რა შეკითხვას დავსვამ და ასე შემდეგ, ასე რომ მე მგონი ასეც საინტერესოა უფრო, ასე რომ ხო, ჯერჯერობით იყოს ასე. მომწონს ეს პროცესი. კარგი. ნახოთ. პირველ პოზიცია გვაჩვენეთ სიყვარული, რომელიც პირველ პოზიციის ცხოვრებაში და მის სასიყვარულო სფეროში შეცვლის ყველაფერს, ხო? გვაჩვენეთ ეს სიყვარული. როგორი სიყვარულია ეს, ხო? რაც შეცვლის ყველაფერს მის სასიყვარულო სფეროში. როგორი სიყვარული არის ეს, როგორი სიყვარული იქნება ეს? პიროვნება, ვისთანაც ექნება პირველ პოზიციას, აი ასეთი სიყვარული. როგორი სიყვარული, თვითონ პიროვნება და როდის, ხო? როდის იქნება ეს სიყვარული, რომელიც შეცვლის ყველაფერს? ჯერ იყოს ასე და მერე თურმე ჩავეკითხებ. კარგი, თვითონ სიყვარული ვნახოთ, როგორი სიყვარული. ვაუ, საინტერესოა. ეს ასეთი როგორი რაღაცა, იცით, ეს იქნება ისეთი სიყვარული, სადაც unpredictable, მომივიდა სიტყვა ინგლისურად,
ჩემს გონებაში, მაგრამ ქართულად არ მომივიდა ეს სიტყვა. მოულოდნელი სიყვარული, ხო? ეს იქნება ისეთი სიყვარული, რასაც არ ველოდებით. თუმცა ამ სიყვარულში იქნება ძალიან სიღრმისეული ემოციები. ეს სიყვარული იქნება ისეთი სიყვარული, რომელიც რომანტიულია, აგაფრენს, ცაში, რაღაცებს დაგეგმავ, ბევრი სურვილი გაქვს, ბევრი ოცნება გაქვს, პეპლები გაქვს, შეყვარებულობის პროცესში, რასაც გრძნობს ადამიანი, ისეთი სიყვარულია, თუმცა ამავე დროს აქ იგრძნობა ისიც, რომ ეს არ იქნება მარტივი სიყვარული, ხო? არც ერთი სიყვარული არაა მარტივი, არანაირი. ყველა სიყვარულს აქვს თავისი რაღაც ისეთი გზა, რასაც გადის, რომ უფრო გამკვრივდეს და მოძლიერდეს. ხო, ეს ბუნებრივია, მისი არ შეგეშინდათ. ეს უბრალოდ იქნება ისეთი სიყვარული, სადაც ბევრ რაღაცას დაინახავთ, ბევრ რაღაცას ისწავლით, ხო? შესაძლოა ეს ასევე იყოს ისეთი სიყვარული, რაც უფრო უკეთ დაგანახებთ თუ რა არის სიყვარული, ხო? ნამდვილ სიყვარულს გაიცნობთ, ხო? ესეც შესაძლოა იყოს აქ. ახლა მინდა კიდე ჩავეკითხო მე აქ. კიდევ როგორი სიყვარული იქნება ეს პირველი პოზიციისთვის, ხო? როგორი სიყვარული იქნება ეს? მე ძალიან რომანტიული, ძალიან ემოციური. სიყვარული, სადაც თქვენ იპოვით თქვენ მეორე ნახევარს და არ ვიცი რა, არაჩვეულებრივი ემოციები. ესე იგი, ასეთი რომანტიული, კი, დედოფალის არკანი, სადაც იგრძნობთ თავს, რომ როგორც იქნა, მე ვარ ჩემს პოზიციაზე სიყვარულში, ხო? მე ვარ დედოფალი აქ, მე ვარ ფემინურ როლში, მე ვუყვარ ვარ, მე მიყვარ ჩემი თავი, ეს სიყვარული ასევე დაგეხმარებათ, რომ რაღაც თქვენი შიშები, თქვენი შფოთვები ჩამოიტოვოთ უკან. ხო? შეიყვაროთ საკუთარი თავიც. არჩვეულებრივი სიყვარული იქნება ეს. ძალიან მომწონს, რასაც ვხედავ აქ. კარგი, ნახოთ ვისთან, ხო? ვინ იქნება ეს? ვინ იქნება? სამიანი კვერთხები. აქ მომდის აზრად ის, რომ ეს იქნება ვიღაცა ისეთი პიროვნება, არ გამოურიცხავს ხოთშორის, რომ იყოს ახალი პიროვნება. ან პიროვნება, ვინც ესე საარშემოა თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ სამიანი კვერთხები, ხო, ეს არის ძალიან ისეთი ფრეში კარტი. ეს არის ისეთი ადამიანი, ზოგადად ენერგიული, ადამიანი, რომელიც არ ისვენებს ერთ ადგილას. შესაძლოა მოგზაურიც კი იყოს, იმიტომ რომ პირველი აზრი, რაც მომივიდა, რომ ნახე ეს კარტი, ხო, მოგზაური, ამიტომ ამასაც გავაჟღერებ, ხო? ადამიანი, რომელიც სულ მუდმივად რაღაცას ეძებს, მოგზაურია, ვერ ისვენებს, ბევრი ინტერესი აქვს, აქტიურია, სპონტანურია, იმპულსურია, მიმზიდველია, ხო? ეს ყველაფერი არის აქ. კიდევ ვკითხოთ, როგორი იქნება ეს პიროვნება, ვისთანაც ასეთი სიყვარული ექნება პირველ პოზიციას თვითონ და კვერთხების მეფე ამოვიდა საბოლოოდ. ვაუ! ძალიან მისტიური ადამიანია სხვათა შორის, ასე მოვწევრო თქვენს დაინახოთ. ძალიან მისტიური ადამიანია სხვათა შორის, სიღრმისეული, სიღრმისეულში გულისხმობ ღრმა ადამიანია, ღრმად განიცდის ყველაფერს. აქ ისეთი სიღრმისეულად განიცდის ყველაფერს. კი, აქ არის რაღაც ისეთი მისტიურობა. მისტიური ადამიანია, კი ბატონო, არის მასში რაღაც ისეთი მისტიურობა და მაგიურობა, მიმზიდველი ადამიანი არის ძალიან, ხო, გენდერზე არ ვამახვილებ აქ ყურადღებას, იმიტომ რომ ვის რა გენდერიც უნდა ის იმაზე მოისმინოს და ის ისურვოს აქ, ამიტომ ვცდილობ რომ ვიხმარო სიტყვა პიროვნება ან ადამიანი, ხო, რომ აქ ვინმეს არ ეწყინოს და ესე იგი ხო, ისეთი პიროვნებაა ეს, რომ ძალიან მიმზიდველია, ძალიან სექსუალურია, მართლაც ისეთი ენერგეტიკა აქვს, ძალიან ასეთი და ამავე დროულად ეს პიროვნება არის როგორი აქვს თვარის. არ აჩვენებს საკუთარ ემოციებს, ხო? საკუთარ განცდებს არ აჩვენებს. ესე იგი, საკუთარ განცდებს, ემოციებს ხვებს არ აჩვენებს. არა, ხო? ძალიან მიმზიდველია, აქტიურია ყველაფერი ეს, მაგრამ მის სიღრმისეულ განცდებს, ემოციებს ვერ დაინახავთ, იმიტომ რომ არ აჩვენებს ამას. ხო, ასეთი. გარეგნულად როგორია? ძალიან ლამაზი, ცხრიანი პენტაკლები, პრინცესას უძახიან ამ კართ პენტაკლების. ძალიან ესეთი ლამაზია, პირდაპირ ლამაზი. შესაძლოა უყვარდეს ლამაზად ჩაცმა, გამოწყობა, ლამაზი ვარცხნილობები. ეს ყველაფერი ძალიან უყვარს. ეს ვიზუალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის და ძალიან ლამაზია.
ხო? ძალიან ლამაზია, ან უყვარს ლამაზად ჩაცმული ადამიანები და შესაბამისად თვითონაც ასე არის. მიხედვა საკუთარ თავზე, კანის რუტინა, ის რაცვია, ეს ყველაფერი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ყველაფერი აქვს მოწესრიგებული, ხო? იმიტომ რომ მისთვის ეს მნიშვნელოვანია. ოკეი, საინტერესო პიროვნება არის ეს, ბატონო. კარგი, ახლა მე მაინტერესებს, აი ამ პიროვნებასთან ეს ცოტა ასე ჩავწიო. ეს აქ და აქ მექნება ადგილი, რომ თქვენც დაგანახოთ აქ ვითარებები. ხო, ესე იგი, ახლა მე მაინტერესებს შემდეგი, ახლა მე მაინტერესებს აქ რომ ნახო შეკითხვა მქონდა და ამომივარდა ახლა თავი. ესე იგი, აქ პიროვნება, ხო? როგორ იგრძნობს თავს ამ პიროვნებასთან ურთიერთობაში პირველი პოზიცია? ნუ აქ ნება. ძალიან აი ემოციებში მთავარი წამყვანი ემოცია აქ იქნება მიზიდულობა, ვნება. აი ეს იქნება აქ მთავარი ემოცია. ნუ მაგარია. კარგი. ნახოთ. ხო, მთავარი შეკითხვა რაც მქონდა. ბოდიშით მომიწია და პაუზება. ხო, მთავარი შეკითხვა. აი ეს არის აქ. რატომ იქნება ეს ისეთი სიყვარული, რომელიც შეცვლის ყველაფერს? პირველი პოზიციის სიყვარულში. რატომ იქნება აი ეს ასეთი მნიშვნელოვანი სიყვარული? ხო, აი ეს. რატომ იქნება ეს ასეთი? აი, მნიშვნელოვანი. ნუ იმიტომ რომ მე საერთოდ შეგიცვლით ყველაფერს. აქ საერთოდ იმიტომ რომ ეს სიყვარული დაეხმარება რომ ასე გაიცნოს საკუთარი თავი პირველ პოზიციამ თუ აი ასეთი პარტნიორი იქნება ეს მის სიყვარულში. არა, რა თქმა უნდა ეს პიროვნება დაგეხმარებათ რომ გაიცნოთ საკუთარი თავი და შეიცნოთ უკეთესად და დააკვირდეთ თქვენ თავს იმ მხრიდან საიდანაც ეს არ დაკვირვებულ ხართ აქამდე, მაგრამ ამიტომ არ იქნება რა თქმა უნდა ეს სიყვარული მთავარი. ეს სიყვარული ასეთი ყოვლის შემცვლელი თქვენ სასიყვარულო სფეროში და თქვენ ცხოვრებაში იქნება იმიტომ რომ იპოვით თქვენს soul mate, თქვენ მეორე ნახევარს, ისეთ ადამიანს ვისთანაც ერთად ერთ ტალღაზე ხართ. ერთ ტალღაზე იმყოფებით. აი ამიტომ არის ეს ისეთი სიყვარული, რომელიც ცვლის ყველაფერს. ანუ აქ, ესე იგი, აქ პირველი პოზიცია პოულობს ისეთ ადამიანს, ვინც არის მისი მეორე ნახევარი, მისი კი ბატონო, კვერცხების დედოფალი და ის კიდე ამოვიდა აქ კვერცხების მეფე. კვერცხების დედოფალი. კი, თქვენს წყვილს ენერგეტიკულად ისეთ ადამიანს, ისეთ პარტნიორს, რომელიც თქვენ შეგეფერებათ. ოკეი. როდის, ხო? თავარი, როდის გამოჩნდება ეს პიროვნება? დაკიდებული ადამიანი. ხო, ეს უკვე დროის ფაქტორია. აქ არ ვიცით ჯერ როდის გამოჩნდება ასეთი პიროვნება, აქ დაკიდებულია სიტუაცია. აქ ზუსტი პასუხი როდის ჯერ არ გვაქვს. ესე იგი, აქ ცნობილია ზუსტად, ნუ მიახლოებით მაინც როდის, თუ ჯერ უცნობია. ჯერ უცნობია ეს ფაქტი, იმიტომ რომ აქ დამოკიდებულია ეს სიტუაცია პირველ პოზიციაზე, თვითონ ამ პიროვნებაზე თუ რაღაც მესამე ფაქტორებზე, თუ ყველაფერი ერთად. პირველ პოზიციაზე, კი, თქვენზე ძალიან dzlierat არის დამოკიდებული ეს სიტუაცია, თვითონ ამ პიროვნებაზეც კი, მესამე ფაქტორები კი, თუ ყველაფერი ერთად. ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, ყველაფერი ჯამში ერთად აქ არის, მაგრამ არკანი დაჭდა თქვენზე. კარგი, მაშინ ასე ვიკითხოთ, ხო? ჩვენ ახლა ამ პიროვნებაზე რაც არის დამოკიდებული, რომ მალე გამოჩნდეს, ჩვენ ამას ვერაფერს ვერ ვუზამთ და ვერ შეცვლით, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ ის, რაც არის დამოკიდებული თქვენზე. რა მოიმოქმედოს აქ პირველმა პოზიციამ, რომ ეს ასეთი ყოვლად შემცვლელი სიყვარული მის ცხოვრებაში მალევე მოიზიდოს, შემოიყვანოს, ასე რომ ვთქვათ, ეს პიროვნება, ხო? რა გააკეთოს, რა მოიმოქმედოს. კარგი. ხოლმე ჩაკითხვა დამჭირდება, რა გააკეთოს. თასების მეფეს ხო? კი, მამაკაცია. ოკეი, კვერცხების რაინდეს ვინ თუ ეს სიტუაცია? სიტუაციას უფრო წააგავს აქ. კარგი. ეს თასების რაინდი რა? ამასთან რა უნდა გააკეთოს აქ პირველ პოზიციაზე?
ოკეი, ესე იგი, აქ პირველ პოზიციასთან შესაძლოა ახლა იყოს ისეთი პიროვნება თქვენ სასწავლო სფეროში, ვის მიმართაც რაღაც ემოციები დაგჭათ, ან ჯერ კიდევ გაქვს, ხო? აქ ვიღაცამ შესაძლოა, დაასრულა ურთიერთობა ამ ადამიანთან, ვიღაცა პაუზაშია, ვიღაცა გაურკვევლობაშია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ მთავარი მესიჯი, რა შეგიძლიათ რომ გააკეთოთ, რომ აი ზუსტად ეს სიყვარული, ეს ყოველად შემცველი სიყვარული მოიზიდოთ თქვენ სასწავლო სფეროში. აქ არის ის, რომ ის პიროვნება, ვინც ახლა ფიგურირებს თქვენ სასწავლო სფეროში და დიდად ისეთი სიტუაცია არ გაქვთ, ასე რომ ვთქვათ, თქვენთვის სასურველი, ამასთან თქვენ გარკვეულ სიტუაცია. გარკვეულ სიტუაცია პირველ რიგში საკუთარ თავთან, ხო? რას გრძნობ ამ პიროვნებასთან? რა არის ეს, ხო? რა ემოციები, რა გრძნობება? თუ უკვე გარკვეა პირველმა პოზიციამ ან ზოგმა, ხო, ვინც ახლა პირველ პოზიციიდან ისმენთ ამას. ესე იგი, არის კონკრეტული პიროვნება, ვინც დროა რომ გავუშვათ თქვენ სასიყვარულო სფეროდან. ესე იგი, სხვა გვარად, სხვა სიტყვებით, აქ არის პირველ პოზიციის სასიყვარულო სფეროში ისეთი პიროვნება, ვინც იკავებს აი იმ პიროვნების ადგილს. კი, რომ მოვიდეს ისეთი ეს პიროვნება აქ ვინც არის, საჭიროა რომ დაიხუროს ისტორია ამ კონკრეტულ პიროვნებასთან. და ეს გიშლით ხელს რომ შეხვდეთ აი ამ ვიღაცას აქ, ხო? ესე რომ აქ ეს ისტორია. კარგი და რჩევა. დამრჩა კარტი და გადმოვარდა. ნახოთ ესე იგი ეს იქნება რჩევა პირველ პოზიციას აქ. Grow, გაიზარდეთ, განვითარდეთ, გაიზარდეთ, არ შეჩერდეთ, არ დაჯერდეთ იმ ადგილს, სადაც ხართ, ხო, ასე რომ ვთქვათ, ბუკლალურად არა, შეიძლება ბუკლალურადაც, მაგრამ გაიზარდეთ, იზრუნეთ საკუთარ თავზე, იზრუნეთ საკუთარ თვითგანვითარებაზე, საკუთარ სულიერებაზე, საკუთარ ფიზიკურობაზე, ყველაფერზე იზრუნეთ, რაც თქვენ თავს შეეხება, განვითარდით, ისწავლეთ უფრო მეტი, განვითარდით, წადით წინ, ხო? არ დაჯერდეთ იმ კომფორტულ ზონას, იმ კომფორტულ ურთიერთობას, ხო? არამედ წადით წინ. ეს არის აქ რჩევა პირველ პოზიციისთვის. სავსებით გასაგები ამბავია აქ ყველაფერი, წარმატებები პირველ პოზიციას, თუ ეს ინფორმაცია მოგეწონათ და მიიღეთ და ღებულობთ, აუცილებლად დავაიქეთ ეს ვიდეო. შეგიძლიათ ასევე კომენტარიც დატოვოთ და გამიხარდება თქვენ უკავშირის წაკითხვა და მოსმენა და ვისაც არ გამოუწერეთ ჩემი არხი, გამოიწერეთ. მადლობა ყველას და ჩვენ გადავინაცვლეთ მეორე პოზიციასთან ახლა. მივესალმები მეორე პოზიციას. ისე გავაკეთებ, აი აქ დავდებ ამას. მეორე პოზიციას მივესალმები. და ვნახოთ სიყვარული, რომელიც შეცვლის ყველაფერს, ხო? როგორც უკვე პირველ პოზიციასთან ვახსენებ. არა მაქვს გეგმა შედგენილი, არ ჩამომიწერია შეკითხვები, უბრალოდ ესე სპონტანურად, მანამდე ხა თემა კი მოვიფიქრე, მაგრამ შეკითხვები არ მომიფიქრია და ახლა პროცესის მსვლელობისას რაც მაფიქრდება, იმ შეკითხვას ვსვამს. საინტერესოა სხვათა შორის ასეც მუშაობა. უფრო რაღაც ახალისოა. კარგი. ნახოთ აბა სიყვარული, რომელიც შეცვლის ყველაფერს მეორე პოზიციის ცხოვრებაში. თვითონ ეს სიყვარული როგორი სიყვარული იქნება ეს, რომელიც შეცვლის ყველაფერს მის სასიყვარულო სფეროში, ხო? როგორი სიყვარული იქნება ეს? ვისთან? თვითონ ეს პიროვნება გვაჩვენეთ. რატომ იქნება ეს სიყვარული, აი ასეთი, რომ ყველაფერს შეცვლის, ხო? რატომ? ასე გავაკეთოთ. რატომ იქნება ეს ასეთი სიყვარული და როდის გამოჩნდება ასეთი სიყვარული? დავიწყოთ თვითონ სიყვარული. რომელიც შეცვლის საკუთარ. ვაუ, ეს სიყვარული იქნება ისეთი, რომელიც გაგანთავისუფლებთ თქვენ. ეს სიყვარული არის ისეთი, რომელიც აი აგავსებთ, გასწავლით, გამოგიყვანთ თქვენი შიშებიდან, თქვენი შფოთვებიდან, თქვენი დეპრესია, სტრესი, გაურკვევლობა, აი რომელიც დაგეხმარებათ. ესე იგი ეს ისეთი სიყვარულია, რომელიც მეორე პოზიციას დაეხმარება, აუცილებლად, რომელიც შეგახედებთ, რომ აი აქ არის სხვა ჰორიზონტები. გამოდი, აი ნახე რა სილამაზეა ირგვლივ, ხო? აი ასეთი სიყვარულია. კარგი, კიდევ როგორი სიყვარული იქნება ეს? ვაუ. მეორედ, რვიანი ხმლები განმეორდა ორჯერ. ესე იგი, აქ რვიანი ხმლები ორჯერ რო განმეორდა, გამოსვლა აუცილებლად. და ესეც იყო, ექვსიანი პენტაკლები, ორჯერ განმეორდა, სხვადასხვა კარტი. ესე იგი, ეს სიყვარული იქნება ისეთი, რომელიც აი არ ვიცი, საოცრად განმავითარებელი სიყვარულია და აქ
მეფის არკანის მიხედვით შემიძლია თქვა, რომ ეს ისეთ სიყვარული, რომელიც ასეთი სტაბილური, კი, შესაძლოა ფორმალური სიყვარულიც კი იყოს, ხო? ფორმალური ურთიერთობა უბრალოდ. ისეთი სიყვარული, სადაც აი სტაბილურად ვიცი, რომ ეს არის ჩემი პარტნიორი, მე ვარ მისი პარტნიორი და ვართ ხანგრძლივად სტაბილურად ერთად, ხო? აი ასეთ სიტუაცია არის აქ. სტაბილური სიყვარული და სიყვარული, რომელიც დაგეხმარება. შესაძლოა რაღაც ცხოვრების ეტაპიდან გამოგიყვანოთ, სადაც აი ასე ხართ, ხო? აი ასე. შესაძლოა ეს შინაგანი მდგომარეობა და შესაძლოა ორივე ერთად, მაგრამ ეს სიყვარული გეხმარებათ, გასწავლით. და ეს პროცესი არის ძალიან სასიამოვნო, რადგანაც აი პარტნიორიც ისეთია. კარგი, ვისთან თვითონ ეს პიროვნება? ეროფანტი. ვაუ! გურუ. აქ პიროვნება, რომელიც საოცრად განვითარებულია, პიროვნება, რომელიც სულ რაღაც საკუთარი თავის განვითარების ძიებაშია, პროცესშია, განათლებული, მუდმივად ცდილობს რაღაცები ისწავლოს, შესაძლოა სხვებსაც ასწავლის რაღაცეებს, ხო? გურუ რა, გურუც შესაძლოა იყოს ეს ადამიანი, მე კოუჩი, გურუ, ხო, რაღაც ასეთი. ოკეი, კიდევ როგორი პიროვნებაა ეს ვიღაცა? აჰა. ასე ეძებს ეს პიროვნება ეძებს საკუთარ, ასე ვთქვათ, საკუთარ თქო, პარტნიორს, მის სასიყვარულო სფეროში. ეს პიროვნება ეძებს სასიყვარულო პარტნიორს, სტაბილურს მის სასიყვარულო სფეროში და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტაბილური ურთიერთობა, ფორმალური ურთიერთობა. ასე რომ ვთქვათ, ეს პიროვნება შესაძლოა ეძებდეს აქ ოჯახის შექმნა, ოჯახის რაღაცა არა, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყავდეს აი პარტნიორი, ვის მიმართაც არის ერთგული, ვინც მის მიმართ არის ერთგული, ვისთანაც სტაბილური ურთიერთობა აქვს. Emperor ასეთი პიროვნებაა, ძალიან ესეთი სხვათა შორის, იცის რა უნდა, იცის რა სურს, დაკვირვებული, აუჩქარებელი, აქ ძალიან განათლებული არის სხვათა შორის, რაღაც ეზოთერიულ საკითხებში თუ ზოგადად სულიერ. რაღაცა ისეთ საკითხებშია ეს პიროვნება შესაძლოა იმყოფებოდეს, რაც უკავშირდება რაღაც ეზოთერია, სულიერ პრაქტიკებს, აი რაღაც ამ სიტუაციებში შესაძლოა იყოს ეს პიროვნება აქ იმყოფებოდეს, ხო? კარგი, როგორ გამოიყურება ეს პიროვნება? როგორ კვერთხები, 7-იანი კვერთხები, ხო, ძალიან ენერგიულია სხვათა შორის, აქ შესაძლოა ქონდეს სპორტიული აღნაგობა, მიმზიდველი, იზიდავდეს ყველას ყურადღებას და ყველას იზიდავდეს საერთოდ, საკმაოდ ისეთი პიროვნება არის ეს. კარგი, ასეთ შეკითხვაა. ეს პიროვნება უკვე არის მეორე პოზიციის ცხოვრებაში თუ არა? მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ეს პიროვნება არის თქვენს ცხოვრებაში. კარგი, და მეორე პოზიციის სასიყვარულო ცხოვრებაში არის? კი, რაღაცნაირად არის, მაგრამ პაჟი კვერთხების, ხო, ვერ ვიტყვი, რომ რაღაც აქ სტაბილურად არის თქვენს სასიყვარულო სფეროში, ან ესაა გამოჩნდა, ან სასიყვარულო სფეროში ჯერ აი მალე რაღაც იქნება. უფრო ცხოვრებაში ამოვიდა რომ არის, ვიდრე სასიყვარულო სფეროში, ხო? შესაძლოა ვიღაცას აქ ვიღაც არ განიხილავდეს ამ პიროვნებას რაღაც რომანტიკული რაკურსით, ან იცნობთ, მაგრამ ჯერ ისე არ იცნობთ, რომ რაღაც განიხილოთ საერთოდ თქვენ სასიყვარულო კანდიდატად, ასე რომ ვთქვათ, ხო? ესეც შესაძლოა იყოს აქ. მაგრამ ესე იგი არსებობს ეს პიროვნება მეორე პოზიციის ცხოვრებაში. ოკეი. ცხოვრებაში არსებობს, მაგრამ რაღაცნაირად ისე არსებობს, რაღაც უცნაური კარტები ამოდის, ისე არის, რომ კი არსებობს, მაგრამ სტაბილური რაღაცა ისეთი არ არსებობს. ან შესაძლოა იმიტომ პასუხობენ ასე, რომ მალე შესაძლოა გამოჩნდეს? არა არის უკვე უბრალოდ რაღაც გაურკვევლობა როგორ არის. კარგი, მაშინ ასე მეორე პოზიცია იცნობს მას? კი, იცნობთ, კი, იცნობთ. კარგად იცნობს თუ ისე რა იცნობს? უფრო შორიდან იცნობთ. რაღაცნაირად აქ ახლო კომუნიკაცია არ არის. კარგი. რატომ იქნება ეს სიყვარული ასეთი ყოვლის შემცვლელი? იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეს სიყვარული. ბევრ რამეს დაგეხმარებათ, ბევრ შედეგს, აი როგორ თქვა, ბევრ რაღაცას მიაღწევთ, ხო, ამ სიყვარულში თქვენ პირადადაც და ეს სიყვარული ბევრ რამეს გასწავლით. ესე იგი, ეს სიყვარული იმიტომ იქნება ასეთი ყოველად მნიშვნელოვანი, რომ აქ ბევრ რაღაცას ისწავლის მეორე პოზიცია. ძალიან
ძალიან ბევრ რაღაცას ისწავლით, ბევრ რაღაცას გადახედავთ, აქ ბუნებრივია კარმული სიტუაციაც არის, გაივლით იმ გაკვეთილს, რომ უფრო მეტად შეიყვაროთ საკუთარი თავი და დააფასოთ საკუთარი თავი, ესეც არის აქ. კარგი, როგორ იგრძნობს ამ ურთიერთობაში თავს მეორე პოზიცია? ამაღელვებლად, ძალიან ემოციურად ამაღელვებელი იქნება ეს ურთიერთობა. სულ ისე იქნებით, რომ ვაიმე, რაღაცა სასიხარულო, თუმცა აქ იქნება შიშები, შფოთვები, რომ ისე რო არ იყოს, როგორც მე მინდა, ან რაღაც ასეთი. ბედნიერი იქნება ამ ურთიერთობაში ზოგადად მეორე. კი. თუ აქ რაღაც აქ ისეთი რაღაცებია, რომ უფრო შიშები, შფოთვები ამოდის მეორე პოზიციის. აქ შეეშინდება, რომ შეგეშინდებათ, რომ ეს ამ პარტნიორმა ან არ მიგატოვოთ, ან არ დაგტოვოთ, ან რაღაცა ეს ობიექტურია. ეს თქვენი სუბიექტური შიში იქნება. აქ არ არის ობიექტურობა, ხო? ეს არის სუბიექტური შიში. აქ არ არის ობიექტური შიში, ამასთან დაკავშირებით. ეს თქვენი რაღაც შიშები იქნება აქ, რომ არ დამტოვოს, ამას სტაბილურობა არ უნდა ჩემთან და რაღაც ასეთი ისტორიები, ხო? რჩევას კი ვიკითხავ მე, ამიტომ ახლა ამ წუთას არ ვიკითხავ რჩევას. კარგი, როდის გამოჩნდება ასეთი თასი ტუზები? თასი უფრო სწორად. მალე თუ რაღაც დრო ჭირდება აქ. მალე ეს შესაძლოა არ იყოს, ხო? რაღაც გარკვეული დრო ჭირდება ამ ადამიანს, რომ თქვენს რაღაც ეს ყოველ სფეროში კონკრეტულად იქ გამოჩნდეს. კარგი. მაშინ რა შეუძლია მეორე პოზიციას, რა ნაბიჯები შეუძლია რომ გადადგას, რომ ეს პიროვნება უფრო მალე გამოჩნდეს მის ეს ყოველ სფეროში, კონკრეტულად მეორე პოზიციას რა შეუძლია. იმოქმედოთ, აქ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ტრანსფორმაცია. ახალ რაღაცებში წახვიდეთ. იზრუნოთ თქვენს განვითარებაზე, თქვენს კარიერის განვითარებაზე, თქვენს თავის განვითარებაზე და თქვენი თვითშეფასების ამაღლება, საკუთარი სექსუალურობის ამაღლება, საკუთარ თავში დარწმუნებულობის ამაღლება, სხვადასხვა მეთოდებით შეიძლება ეს, ხო? შეიძლება ჰობი, შეიძლება კარიერა, ან ორივე ერთად. ეს ყველაფერი უფრო მეტად აქ იმუშავეთ საკუთარ თავის სიყვარულზე, საკუთარ თავის მოწონებაზე, უფრო მეტად რომ მე ასეთი ვარ, რომ დაინახოთ და საკუთარ თავს დაანახოთ, ხო? უფრო მეტი თავდაჯერებულობა რომ გქონდეთ და განვითარდეთ, ამ მიმართულებით. შეგეშინდებათ, რომ რაღაც ახალი ცადოთ, რაც აქამდე არ გიცდიათ, ხო? ეს სიტუაციები დაეხმარება ამ პიროვნებას, რომ და წყვილი ანუ თქვენ უნდა გახდეთ კვერთხების დედოფალი, რომ კვერთხების მეფე მოვიდეს თქვენთან. აქაც კვერთხების თემა წინა პირველ პოზიციაშიც ეგ იყო. ხო, თქვენ უნდა გადახვიდეთ კვერთხების ენერგიაში, კვერთხის დედოფლის ენერგიაში, რომ მოიზიდოთ ენერგეტიკულად შესაბამისი, შესაფერისი პარტნიორი აქ. ოკეი, და რჩევა. და რჩევა აქ მეორე პოზიციას, ხო? რჩევა აქ მეორე პოზიციას. ზოგადად რჩევა მეორე პოზიციას ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. Magic. მაგია. Magic. მაგია. რა კუთხით მაგია აქ, რა კუთხით? ინტუიცია მოусმინეთ საკუთარ ინტუიციას და აქ შესაძლოა ისიც იყოს, რომ რაღაც მანიფესტაციის სახით მოიზიდოთ ის პარტნიორი, ვინც შეგეფერებათ, ხო? ან ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული პარტნიორი მაგალითად არ გულისხმობ ახლა რიტუალებს და ჯადოქრობებს, არამედ გულისხმობ კონკრეტულად ისეთ ჯადოქრობას ჩვენ ახლა ადამიანებმა ისე გადაატრიალეს, რომ რაღაც მანდამაინც რაღაც ისეთი უნდა მოხდეს, რომ ჯადოქრობა უწოდოთ. თუმცა ჯადოქრობა ყველაფერი ჩვენს ირგვლივ. ჯადოქრობაა სიტყვები, ხო? იმიტომ რომ სიტყვებსაც ზეგავლენა აქვს, ზემოქმედება აქვს. ჯადოქრობაა მედიტაცია, მანიფესტაცია, ხო? იმიტომ რომ ეს ვიზუალიზაციის ტექნიკებია, რაც განაპირობებს, რომ გამატერიალიზდეს ის, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ, ან რასაც ვიზიტავთ. ასე რომ ეს ყველაფერი მაგიაა. არ არის აუცილებელი, რომ რაღაც ჯადო გააკეთო მან და მაინც რომ მაგია ეწოდოს, ხო? და ამიტომ მეგობრებო, აქ რჩევა ზუსტადაც ეს არის, რომ უფრო მეტად მოусმინეთ თქვენს ინტუიციას, უფრო მეტად ჩაყრინოთ ეზოთერიაში, ფსიქოლოგიაში, შეიცნოთ საკუთარი თავი, გააღვიძოთ თქვენი შინაგანი ინტუიცია, ხო? არ აკეთოთ აქ რაღაც YouTube-ში მოსმენილი რიტუალები და მსგავსები, იმიტომ რომ ეს არ არის უსაფრთხო, ხო? ეს მნიშვნელოვანია, ყურადღება აქ. მოусმინეთ თქვენს ინტუიციას და შეგიძლიათ ახლა მაგალითად ისეთი პრაქტიკები აკეთოთ, მანიფესტაცია, ხო? სრული სასრულების პრაქტიკა, ჩვეულებრივ რასაც ყველა ნეიროფსიქოლოგი და ფსიქოლოგები
ამტკიცებენ და მათ მიერ შემუშავებულია, ხო? ისეთ სანდო წყაროებიდან, რა თქმა უნდა, არ არის ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა. და აი ასე მიყევით ეს დაგეხმარებათ, რომ მოიზიდოთ ენერგეტიკულად ის პარტნიორი, ვინც აქ არის. ასე რომ წარმატებები მეორე პოზიციას, თუ მოგეწონათ ეს ინფორმაცია და ღებულობთ ამ ინფორმაციას და გინდა რომ ეს ინფორმაცია შემოვიდეს შენ ცხოვრებაში, დალაიქე ეს ვიდეო, უკავშირით შეგიძლია დამიწეროთ, ძალიან დამაინტერესებს ამის წაკითხვა და გამახარებს და ვისაც ჯერ კიდევ არ გამოუწერიეთ ჩემი არხი, აუცილებლად გამოუწერეთ. მადლობა ყველას. მივესალმები მესამე პოზიციას. დავნახოთ მის სასიყვარულო სფეროში სიყვარული, რომელიც შეცვლის ყველაფერს. ხო, სიყვარული, რომელიც შეცვლის ყველაფერს. ნახოთ, თვითონ ეს სიყვარული, რომელიც მესამე პოზიციის სასიყვარულო სფეროში შეცვლის ყველაფერს, ხო? როგორი სიყვარული იქნება ეს? პიროვნება, ვისთანაც იქნება, ხო? ეს ამბები ეს. ყოველ შემცვლელი სიყვარული თვითონ პიროვნება. რატომ იქნება ეს სიყვარული ასეთი ყოველად შემცვლელი და ასეთი მნიშვნელოვანი? და როდის მოვა, ხო, ეს სიყვარული? დავიწყოთ თვითონ სიყვარული, მესამე პოზიციის ხო? ეს ასეთი სტაბილური ფორმატის სიყვარული. აქ არ იქნება არანაირი გაურკვევლობები, აქ არ იქნება ვინა ვართ, რა ვართ და სად მივდივართ, არამედ ეს იქნება ისეთი სიყვარული, რომელიც აი სტაბილურია რა. აქ პიროვნება, რომელიც შემიძლია თქვა შემოგთავაზებთ აქ ვისთვისაც აქტუალურია ოჯახის შექმნას, ხო? ვისთვისაც არა, უბრალოდ ეს სტაბილური პარტნიორი იქნება თქვენთვის, ვისაც შეგიძლიათ ენდოთ და ვისთანაც არ იქნება რაღაც გაურკვევლობები. აი ასეთი სიყვარული იქნება ეს. კიდევ როგორი სიყვარული იქნება ეს, აბა გვაჩვენეთ როგორი სიყვარული. ძალიან აქ შემიძლია ვთქვა, ვისთვისაც აქტუალურია ბავშვები, ოჯახი, ეს ასეთი სიყვარული იქნება, ხო? ვისთვისაც ეს დიდად არ არის მიზანდასახულობა და აქტუალურობას არ წარმოადგენს, ეს იქნება ისეთი სტაბილური სიყვარული, სადაც თქვენ იქნებით ერთმანეთის სტაბილური პარტნიორები. ფორმალური ურთიერთობაც არის აქ. კარგი, აქ მე შეკითხვა მე არ მაქვს, უბრალოდ გასაგები პასუხებია. პიროვნება, რომელიც აფასებს მის დროს. არ ხარჯავს დროს რაღაც სისულელეებზე, არამედ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი quality time, ანუ მნიშვნელოვანი დახარჯვა დროის და აფასებს ხარისხს. თვითონ ამ აი როგორ ახსნა როდესაც ვინმე ხვდება, საუბრობს, ხო, აფასებს ხარისხს. თუ როგორი შეხვედრა იყო, რა საუბრები იყო, თუ იქ არ იყო მისთვის საინტერესო ხარისხიანი საუბარი ან შეხვედრა, ის უკვე აღარ აინტერესებს და ამაზე დროს არ დახარჯავს, ხო? აი, ასეთი პიროვნება არის აქ. კიდევ როგორი პიროვნება? კი ბატონო, პიროვნება, რომელიც თავის დროს ტყუილად არ დახარჯავს, ძალიან დაკვირვებული, ძალიან საკუთარ თავში ღრმად ჩახედული ადამიანი, რომელიც სხვათა ცოტა ინტროვერტირებული შესაძლოა იყოს ეს პიროვნება მომენტებში, დიდად ემოციებს არ აჩვენებს, არ გამოხატავს, ანუ ემოციების ექსპრესია მის სახეზე შესაძლოა რთულიც კი იყოს, რომ შეატყო და რაღაც ამოიკითხო მის სახეზე, მაგრამ პიროვნება, რომელიც აუჩქარებელია. ყველაფერში ჭირდება დრო, იმიტომ რომ საფუძვლიანად წყვეტს ყველა საკითხს, ხო? უნდა რომ აიღოს პასუხისგებლობა და შესაბამისად შესაფერისად მიიღოს გადაწყვეტილება და შესაბამისად გადაჭრას, ხო, რაღაც საკითხები. არ ჩქარობს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი. ის თვითონაც აფასებს საკუთარ დროს და სხვების დროსაც აფასებს. კიდევ მეჩვენეთ ეს პიროვნება, ხო? როგორი პიროვნება? ძალიან მინდა ვთქვა, რომ ძალიან ისეთი მაღალი ცნობიერება აქვს ამ პიროვნებას, ძალიან განვითარებული პიროვნება და აი სულიერად მართლა ძალიან მაღალი ადამიანია, ხო? აი ეს შემიძლია ვთქვა. მაგრამ მას უჭირს ემოციური ნდობა, ხო, ემოციურად გახსნა ადამიანების მიმართ და კონკრეტულად აი ამ სასიყვარულო თემატიკებში მისთვის ძალიან რთულია აი ემოციების ჩვენება, იმიტომ რომ ამას ჭირდება დრო, რომ გაეხსნეს, რომ ენდოს, ამას ჭირდება მისთვის დრო და გარკვეული, ხო, დრო უნდა გავიდეს ეს რომ გააკეთოს, მაგრამ ძალიან ისეთი სანდოობა იგრძნობა, აქ რომ ადამიანები პასუხისმგებლიანი და სანდო. კარგი, რატომ იქნება ეს სიყვარული, აი, ასეთი
ყველაფერს შეცვლის თქვენ სიყვარულის სფეროში. რატომ? იმიტომ რომ რაღაც საკითხებს აქ იმიტომ რომ ეს ურთიერთობა და ადამიანთან ურთიერთობა დაგეხმარებათ, რომ გადაჭრათ რაღაც ისეთი საკითხები, რაც აქამდე იყო გაურკვეველი, ხო? აქ ასევე და აქ შეიძლება იყოს ის, რომ დაეხმარება მესამე პოზიციას, რომ დაგეხმარებათ, რომ ასევე თქვენ არ იყოთ მსხვერპლი, ხო? რაღაც თუ წინა ურთიერთობის სცენარებში თქვენ თამაშობთ ისეთ როლს არაცნობიერად, ხო? გაუცნობიერებლად, სადაც იყავით მსხვერპლი, ან სადაც რაღაცებს იღებდით მსხვერპლად, ანუ გაიღეთ თქვენი მსხვერპლი, ასე რომ ვთქვათ, აქ ასე არ იქნება. აქ ამ ადამიანთან თქვენ ისწავლით, რომ არ არის აქ აუცილებელი მან და მაინც გაიღო რაღაც მსხვერპლი, ხო? და აქ იქნება თვითონ ეს პიროვნება ისეთი, რომელიც აიღებს პასუხისგებლობას და იმოქმედებს და არ მოგთხოვთ თქვენ. ანუ ეს ურთიერთობა იქნება გარკვეული, აქ არ იქნება რაღაც გაურკვევლობები, ტყუილად დროის დახარჯვები, აბსოლუტურად დავაგებული გარკვეული ურთიერთობა გექნებათ ამ ადამიანთან. როდის იქნება ეს? 6-იანი კვერთხები, სხვათა შორის, მაშინ, როდესაც მოიგებთ რაღაც ჩელენჯს და რადგანაც კვერთხებია, საკმაოდ მალე შესაძლოა იყოს ეს. ესე იგი, ეს მოხდება როდის? აქ რაღაც 6 ციფრთან არის რაღაც კავშირი, თუ როდესაც მართლა ჩელენჯი მოიგებს მესამე პოზიცია. 6 ციფრთან, კი. არა, ჩელენჯი ხო, მაგრამ 6 ციფრთან არის აქ კავშირი. კარგი, 6, ხო? მაგალითად, რაღაც ისეთ რიცხვს, რომელიც ჯამში იძლევა 6, მე-6 დღეს, 6 კვირაში, ჯამში 6. კი, ისეთი რიცხვი შესაძლოა იყოს აქ, რაც ჯამში იძლევა 6, ხო? ოკეი. კარგი. 6 დღეში, 6 კვირაში, 6 კვირაში შესაძლოა იყოს ეს ამბავი აქ. ანუ ეს პიროვნება გამოჩნდება 6 კვირაში, 6 დღეში და უბრალოდ ერთი კვირა სხვათა შორის ერთი კვირა თქო. ერთი კვირა შესაძლოა ტრულად არ წარმომცდა, 6 კვირა მინდოდა მე თქვა აქ. მალე გამოჩნდება ჯამში? ზუსტად მალე თუ არა ეს კი მალე თუ არა, ზუსტად მალე თუ არა, ეს ზუსტად აქ არ არის ცნობილი, ხო? რამდენად მალე იქნება, მაგრამ რაღაცა რაც დაკავშირებულია ციფრ 6-თან და უფრო შესაძლებელია ეს იყოს 6 კვირის შემდეგ, ხო? კარგი. რა შეუძლია გააკეთოს აქ მესამე პოზიციას, აი მის მხრიდან, რომ დააჩქაროს აი ამ პიროვნების გამოჩენა მის სიყვარულის სფეროში. აქ არის რა? აქ იოცნებოს თუ აქ გამოვიდეს აი ამ სიტუაციებიდან და გაიცნოს ახალი ადამიანები იოცნებოს. სხვათა შორის გამოხვიდეთ იმ რაღაც მოწყენილი სიტუაციებიდან, სადაც უბრალოდ ციხარ და რაღაცა საოცრებას ელოდები, რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე იოცნებოთ. თუმცა აქ როგორი იოცნება იცით? თქვენს გადადგათ რაღაც ნაბიჯები, რომ რაღაც ეკონტაქტოთ ადამიანებს, სოციუმში გახვიდეთ, ხო? ეს აუცილებელი ნაბიჯი აქვს თქვენს მხრიდან ამისათვის და ხო, ასე რომ ვთქვათ, კარზე არავინ არ მოვა და არ მოგუკაკუნებსო, რომ ამბობენ, ხო, აი ზუსტად ეგ თემა აქვს. და რა თქმა უნდა, თქვენც იოცნებეთ, გჯეროდეთ. აქ არის რწმენა, ხო, იმისი, რომ აუცილებლად რწმენა, გულწრფელი, 10-იანით ასები, გულწრფელი რწმენა იმისი, რომ არსებობს ასეთი ადამიანი, ვისთანაც თქვენ ასე იგრძნობთ თავს. და კიდევ რჩევა მინდა აქ, რჩევა კიდევ მესამე პოზიციისთვის აქ, რაც მას დაეხმარება, ხო, რჩევა. მისტიურობა, mystery. აქ ენდეთ ძალიან საინტერესო რჩევა ნახეთ, მისტიურობა და კვერთხების დედოფალი, რომელიც პირდაპირ კავშირშია მისტიურობასთან, ესოთერიასთან და აი მსგავს თემებთან, ხო? ენდეთ საკუთარ ინტუიციას აქვს. თქვენი ინტუიცია დაგეხმარებათ და ენდეთ ზუსტადაც ამ რაღაც მისტიურ მოვლენებს, რაც ხდება ყველა ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ ყველა ამას არ იჯერებს და ამის არ ირწმუნებს, მიიღებით სამყაროს ნიშნებს, ენდეთ მათ, შეამჩნიეთ ეს ნიშნები და მიიღებით თქვენს ინტუიციას, რადგანაც თქვენი ინტუიცია მოიყვანს თქვენთან ამ ადამიანს. ხო, აი ასეთი რაღაცა არის აქ. წარმატებით უსურვებ მესამე პოზიციას და ყველას, ვინც მოისმინა უყურავს ვიდეო.
გაუცილებლად დატოვეთ თქვენი კომენტარი უკავშირის სახით და თუ მოგეწონათ ეს გაშლა და ღიმბულობთ ამ ინფორმაციას, დაალაიქეთ ეს ვიდეო, ხოლო ვისაც აქვს სურვილი, რომ ინდივიდუალურ ტარო გაშლაზე მოვიდეს ჩემთან, შეგიძლიათ ჩაეწეროთ ჩემთან ინდივიდუალურ ტარო სესიაზე, კონტაქტები მითითებულია ვიდეოს ქვემოთ. ყველას გისურვებთ წარმატებებს და დროებით.